დაჯგუფებად მიიჩნევენ, თავიანთი რაიონის გამოყოფა მოინდომეს და ბულდოზერებით სანგრების გათხრა დაიწყეს. მათი დაშლა პოლიციამ სცადა, პასუხად კი მოლოტოვის კოქტეილები მიიღეს. არეულობა იქ მთელი ღამე გაგრძელდა. ჩვენ ომი არ გვინდა, ქურთმუშათა პარტია იარაღს დადებს, თუ კი რეგიონში მშვიდობა იქნება. სიტუაცია თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ივლისის მიწურულს გამძაფრდა, როცა სირიის საზღვართან ახლოს ახალგაზრდა ქურთთა შეკრებისას აფეთქება მოხდა და 32 ადამიანი დაიღუპა. პასუხისმგებლობა მაშინ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს დააკისრეს, მაგრამ ქურთები თურქეთის ხელისუფლებას ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლასა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უუნარობაში ადანაშაულებენ. ახლა კი რეკლამის შემდეგ სხვა სიახლეებით დაგიბრუნდებით. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საიღე ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო კრედიტი. გახსენით ოქროს თამასუქი ლარში და მიიღეთ რეალური 15%-იანი სარგებელი. რიკო კრედიტი. სამიჯი 4G ისარგებლე 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით ბილაინისგან. შეიძინე 4G სმარტფონები თვეში 19 ლარიდან და მიიღე ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში. ულიმიტო SMS-ი, 1 გიგაბაიტი უსწრაფესი 4G ინტერნეტი და ულიმიტო WhatsApp-ი ყოველ თვე 1 წლის განმავლობაში. ბილაინი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. დედა, ჩვენ შევიტყვით ბოროტი მიკრობების შესახებ, მაგრამ ეს სუპერ დედა დავხატე მათ შესაშინებლად. და შენ ხარ ჩემი სუპერ დედა. ახლა კი მოდი გავთავისუფლდეთ ამ საშინელი მიკრობებისგან. დედა შენი მართალია. Safeguard-ი რეკომენდირებულია ოჰაიო შტატის ფარმაცევტთა ასოციაციის ჯანდაცვის ამერიკელი ექსპერტების მიერ. Safeguard-ი სუპერ დედების დამცავი ფარი. ახალი ანტიბაქტერიული ხელის საპონი, გასართობი და მარტივად გამოსაყენებელი, მათ შორის ბავშვებისათვის. საქართველოს კულტურის პალატა 14, 15 და 16 აგვისტოს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში წარმოგიდგენთ სუხიშვილების საიუბილეო დასკვნით კონცერტებს. გენერალური სპონსორი ფორუმი ახალი ნათებისგან, ოქროს სპონსორი დეველოპერული კომპანია M-კვადრატი, ღონისძიების მასპინძელი სასტუმრო ლეო გრანდი, საინფორმაციო მხარდამჭერი ტელეკომპანია იმედი და რადიო იმედი. დასაწყისი 21 საათზე. თუ ვინმე სასესხე ფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი. გონივრულად, ახალ კლიენტებს შეუძლიათ აიღონ სესხი 300 ლარამდე, 30 დღით და თანაც უფასოდ. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. პეპსის საზაფხულო გათამაშება დაიწყო 200 პრიზი დღეში. შეიძინე პეპსის ნებისმიერი პროდუქტი. გამოაგზავნე ყვითელი თავსახურის ქვეშ მოთავსებული კოდი და მოიგე პირსახოცები, ყურსასმენები, უსადენო დამტენები, სელფის ჯოხები, საბვეისა და KFC-ის ვაუჩერები 2 პერსონაზე. პეპსის გამოწვევა დაიწყო. შეიგრძენი წამი. სიგრილისათვის, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გამოყვებათ, Head & Shoulders-ი იზრუნებს თქვენზე. ეხმარება გაგრილებაში მთელი დღის განმავლობაში და აცილებს ქერტლს. Head & Shoulders-ი იცხოვრე 100%-ით. ყურადღება. Vivu's G გთავაზობთ ყველაზე დაბალ პროცენტს ყოველ განმეორების სესხზე. პირველი სესხი კი კლავაც უპროცენტოა. მოითხოვე ახლავე და მიიღეთ ანღა სულ რაღაც 15 წუთში. Vivu's G. Puli თანამედროვე ხალხისთვის. საღამოს გასართობი გადაცემების წარმდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. ეს არის ქრონიკა რვაზე, ვუბრუნდებით ისევ ფეხბურთის თემას, ხვალ სუპერთასის თამაში გველის რამდენიმე წუთის წინ კი ბარსელონას მესვეურების პრესკონფერენცია დასრულდა. ლევან ჩხაიძე გვერდება პირდაპირ ეთერში ამჯერადაც და პრესკონფერენციის დეტალებს გაგვაცნობს. ლევან, რაო ბარსელონას მესვეურებმა?
ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს ანდრეს ინიესტამ, გუნდის კაპიტანმა და მცველმა დანი ალვეშმა. მათი განცხადებით, ხვალინდელი მატჩი კლუბისთვის არის მნიშვნელოვანი და მას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან ეს არის ბარსელონასთვის სეზონის პირველი თამაში და დიდი მნიშვნელობა ექნება თუ როგორ განწყობაზე დაიწყებს გუნდი ახალ სეზონს. ანდრეს ინიესტას თქმით, საკმაოდ ღირსეული მოწინააღმდეგე ყავს კატალონიურ კლუბს და ხვალინდელ მატჩში მნიშვნელოვანი იქნება მაქსიმალური კონცენტრაცია იმისთვის, რომ ბარსელონამ მოიპოვოს 2015-2016 წლების სეზონში პირველი ტიტული. რაც შეეხება დანი ალვეშს, მან თქვა, რომ ბარსელონა ითამაშებს იმ ფეხბურთს, რომლითაც მსოფლიოში ყველა ფეხბურთის მოყვარულს ანიჭებს ეს კლუბის სიამოვნებას და მათი თავარი